საქართველოში სახალხო დღესასწაული ჭიაკოკონობა ახლოვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად ნებისმიერი ტიპის, მათ შორის საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ ჭიაკოკონობის რიტუალში მონაწილეობის მიღებას, აფრთხილებს, რომ მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით წვა მოიაზრებს ჯარიმას 500 ან 1500 ლარის ოდენობით. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების ღია წესით წვაზე საქართველოს მასშტაბით კონტროლს გაამკაცრებს. შესაბამის სამართალდამცავებზე მოხდება ყისიერი რეაგირება. ჭიაკოკონობა უძველესი ქართული რიტუალია, რომელსაც ცეცხლის გაწმენდის დღეობას უწოდებენ. ის ხალხში წელიწადის სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა. საქართველოში კი დიდი ოთხშაბათის საღამოს აღნიშნავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წარმართული რიტუალია და ეკლესია არ აღიარებს, ჭიაკოკონობას დღემდე ზეიმობენ, თუმცა ძველებურმა რიტუალმა სახე მაინც იცვალა და საზოგადოებაში აქტიურობა დაკარგა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების, ფოთლების ბაღის, პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში სამართალდამცავს 1500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ასევე მწვანე პოლოსის რუქის მიხედვით 11 აპრილს საღამოს 21 საათიდან შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. მიზეზად შიდა ქართლში ყინვისგან ბაღების დაცვის მიზნით ცეცხლის დანთება სახელდება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე საბურავები იქნა გამოყენებული.